მოგესალმებით მეგობრებო, მე ერთ-ერთ უკვე გასულ ვიდეოში ვთქვი, რომ ის ვიდეო არ იქნებოდა ერთადერთი და გამონაკლისი და საერთოდ ვერც ვიხსენებ, ძალიან იშვიათია ალბათ, როდესაც მე და ლევანი ვისკის მოყვარულთა კლუბის მორიგ განხილვაზე ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართავთ ხოლმე და ბურბონებს მიმოვიხილავთ. ბლანტოსები ქონდა. ბლანტოსები ქონდა. იშვიათად გვაქვს საკმაოდ ბურბონი, რავი, ძალიან იშვიათად, მას ადრე მახსოვს ძალიან. არსმოცენდება რეები გვაქვს გასინჯული. ჯერ კი გავაკეთეთ შედარება ერთხელ რაღაც აი ძალიან ადრე რა ვიცი. ჯერ კიდევ სხვა გარემოში რო ვიყავთ, ეს გარემო რო არ იყო ჯერ. პრემიუმ ბურბონების შედარება გვაქვს დღეს. ძალიან პრემიუმების სხვათა შორის არანაკლებ ბლანტოსებიდან აი ესე აქედან იქით მზარდი, როგორც სიმაღლეში მზარდია, ისე პრემიუმობაში და ფაში ზევით და ზევით მიდის ეს ვისკები, რომლებიც დღეს ჩვენ უნდა მიმოვიხილოთ. სამი ბურბონის შედარებას გავაკეთებთ, აი ახლა ერთად და ჩვენც გვეცოდინება, რომელი უფრო ღირს, იმიტომ რომ შედარებით ფასი ხარისხის შეფარდებით, რომელი უფრო შეიძლება რომ ადამიანმა გარისკოს და იყიდოს. გასახილ შეგედი ბურბონები დასალევის 3 ეს. ხო, თან 2 სალი არის, აქედან კასრის სიძლიერის ხო? აუ, ხო, აუცილებლად პირდაპირ. კაი, მოდი დავიწყოთ მიქტერსით, ხო? მიქტერსით დავიწყოთ, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოვიდა. წავიდა ეს ჩვეულებრივი, ქორენჯის პირველი საწყისი 10 წლიანი შემოსულია პრინციპში, როგორც ცოტა არის, ანუ იმიტომ რომ თვითონ 10 წლიანი ზოგადად ცოტა არის, ლიმიტირებულია და ზვირი ღირს. ეს მაშინ ევროში არ მახსოვს რა არის, მაგრამ ჩვენთან 160 ლარზეა თუ რაღაც 180 მე მგონი რა ხო რაღაც ფასდაკლებაზე თუ არ შეხვდებით საწყისი ფასი ეგეთი აქვს მიქტერსი არის რა ვიცი ბევრს არ მოგიყვებით ეხა სახელი თვითონ მიქტერსი უფრო არ ვიდრე მიხტერსი ან მიჩტერსი იმიტომ რომ ორი სახელისგან შედგება მაიკლი და პიტერსი ადამიანები არიან ვინც ამის სათავეში დგანან და მათი სახელების შეერთება შეიძლება მაიკლი და ხანდანი მიქტერს უნდა ვთქვათ ალბათ რა ვიცი მე რა მნიშვნელობა აქვს ამას აქ რაღაც უცნაურობა ხდებოდა ხო ეგ საინტერესო რაღაც არის რომელიც კაი მოდი ავხსნათ ახლა ნახეთ წინა ეტიკეტი ჩვეულებრივი და უკანა ეტიკეტი ჩვეულებრივი პრინციპში სანამ ამას არ აახევთ სადაც წერია რა ის ინგლისურად ჩვეულებრივად ან რო არ დააკვირდეთ ეს არ აახიო მეგონება რომ ორიგინალი ეტიკეტი არის ოღონდ ქვევით უკვე დისტრიბუტორი საქართველოში ბლა 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 როგორც არის ხოლმე ყველაფერი მისამართი ტელეფონის ნომერი და რაღაცები ჯიდი ალკოშიპოსა და ასე შემდეგ თბილისის ტელეფონის ნომერი თავის მისამართებით რაღაცებს ალკოჰოლის შემცველობა ამ ნაწილში ქართულად წერია აქ ნებერ წაიკითხავთ და იმიტომ რომ თიცუს ვამაკ ამ ნაწილში ეს ნაწილი არის ის მაგრამ ხოი საოცრება საფრებში ყვედრია ხოლმე ხო გადააგდებ რა სავარცხელს უკან მოხდება ამ ეტიკეტის ესე აწევა და გამოჩნდება მეორე ეტიკეტი შიგნით იმედი მაქვს ხედავ ორიგინალი ანუ ორიგინალი ცოტა მეტი ავახი შეიძლება და სუახი არა ვიცი რჩება თეთრები მაგრამ აი უკვე ჩანს რომ ის არის სრულიად ინგლისურენოვანი კი ეგ არის სრულიად ინგლისურენოვანი შეიძლება ზედა ტექსტები ერთმანეთს ემთხვევა ზომა სხვა არის მაგრამ თავისთავად ცხადია რომ ეს ქვევით უკვე ქართული ტექსტები იმაში აღარ წერია. ანუ იცი რა, იმდენი წერია უკანა ეტიკეტზე, რომ ზედა ტექსტი ეს ტექსტები ვერ დაემთხვევა, იმიტომ რომ ორჯერ მეტი წერია ქონდა. ხო და რავი, ეხლა ანუ ეს ეხლა მე რას მივხვდი ზემოდან გადაკრული ახალი ეტიკეტი არის, აი გვერდიდან რომ თეთრად არის ხოლმე, იმის მაგალითად გაკეთეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ისევ თეთრად გადააკრავთ ხოლმე, იმიტომ რომ ეხლა მე უცბად წარმოვიდგინე რომ ადამიანი შედის საკოლექციო მაღაზიაში და საკოლექციო ბუცქულობს რამე რა ვიცი 30 წლიანი მაკალანი 12000 თუ 16000 ლარად რო ყიდულობს და ორიგინალ ეტიკეტზე გადაკრული აქვს მეორე ეტიკეტი ქართულენოვანი და ის რო ახიოს პახლა ის ბუჭდება წინა ეტიკეტი ხო და всё რა დამთავრდა მაგის კოლექციონერობა ასე რომ მოაკეთებთ ესეთ რაღაცებს კაი მეორეზე კაი თუ რამე სხვა იდეა იყო და ესე არ არის როგორც ჩვენ ვიფიქრეთ მე მგონია რომ 99% ესეა რა ვიცი ჯგუფში არიან ჩვენთან ადამიანები რომლებიც უკავშირდებიან კომპანიას და კომენტარებში მიგვიწერეთ და განგვიმარტეთ ეს რატოა იმიტომ რომ ძალიან დავიმეთა ამ ბოთლზე თავისთავად ცხადია არაფერი პრეტენზია არ გვაქვს მაგრამ როცა მართლა საკოლექციო ბოთლზე ლაპარაკი იქ ძალიან სერიოზული პრობლემა თან რა არის ეს კიდე აი სულ მიდის ხოლმე იმისი გარჩევა რა ხალხში რომ აი რუსული ბაზრისთვის შემოსული ბოთლები რო შემოდის უკან რუსულად აწერია ეს ორიგინალი არ არის რუსეთისთვის აი რაღაცა და უცბად ხედავ ბოთლს რომელზეც ეტიკეტზე ეტიკეტია ზედ გადაკრული რა და ქართული წარწერის გულისთვის ხო ისევ თეთრი ჯობდა ის თეთრის ნებებს მიშლის მაგრამ ის წესია მაინც და მაგას დაცვა უნდა და რა თქმა უნდა მაგრამ ეს თან მიმსგავსებული ორიგინალ ეტიკეტს მიმსგავსებული უკვე გაფიქრებინებს ხო მოკლედ კაი გავიარეთ ეგ ამბავი გავიარეთ და დაველოდებით კომენტარს თუ რამე ახსნა არის ამაზე მეორე ჩვენ გვაქვს
დაახლოებით 80-90 ევროდან იწყება ამის ფასი თუ მოძებნით. საკმაოდ უცხო არის, მე პირველად ნახე ეს ფოთრი და არ გამისინჯავს. Noah's Mill, ასე ქვია ამ ვისკის Handmade in Hills of Kentucky აწერია, არის მაღალი გრადუსი, კასრია ხო ეს რამდენი გრადუსი აწერია? სააწერია გრადუსი. ზევით აწერია. ხო, 47.15 მეასეთი გრადუსი. ნახე, პირველად ხო, წერტილის მერე კიდე მეათედი კეწერა, მეასეთი წერია. ზუსტად განსაზღვრეს, ეს ეკუთვნის ვილეტს. ვილეტი იცით თქვენ, ვილეტ დისტილერი უშვებს ამ ხაზს. ვილეტი ძალიან ცნობილი, ანუ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბურბონის ხაზი ზოგადად მწარმოებელი დისტილერია არის და მე მგონი ბლანტონსის ფასები თუ არა მეტი აქვს და დაძველებებიანი ვისკები და რაღაცა და ეს Noah's Mill გააკეთა ვილეტმა ცალკე ხაზად არც თუ ისე დიდი ხნის წინ წლები არ მახსოვს ზუსტად და თავიდან დააძველეს და ისე გამოუშვეს და სულ 15 წლიანი იყო ეს. მაგრამ რაღაცა ეტაპის შენ აი ბოლო წლებში უკვე გაჩნდა no age statement. წელი აღარ არის ზედ დაფიქსირებული, მაგრამ თავიდან წლების განმავლობაში ჯიუტად 15 წლიანიც უშვებდნენ. ეგეთი სტილი და ეგეთი ხაზი 15 წლიანი და ბურბონის ძალიან ბევრია. შეიძლება ესის მიახლოებული ასაკია ცოტა ჩამოწიეს და ჩამოწევა აღარ იკადრეს რომ დაეწერა და აღარ დააწერეს ასაკი რა. კაი მუქი ფერია და ხერო შეხედავთ პრინციპში ბურბონები. ბურბონს არ უჭირს ფერის მიცემა ხო. ეგეთი ამბავია, ვილეტის არის, ვილეტს ძალიან ბევრი როგორც გითხარით აქვს თავისი ისიც და ეს ცალკე ხაზი აქვს. აი ეგეთი ამბის. ეხლა რა ხდება? მთავარი სასწაული ყუთით და შემდეგ ეს არის ბუკერსი, რომელიც ეკუთვნის ჯიმბიმის ვისკი არის. პრემიალური ხაზი dim Santoris ეკუთვნის შესაბამისად. ხო, Santoris ეკუთვნის ჯიმბიმი და ჯიმბიმის ეკუთვნის ბუკერსი, ანუ Santoris ეკუთვნის ბუკერსი. ხო და ეს რო ამის ამოღება არ ხდება? უნდა გამოკაჩო. თუ აი ამოვარდა. ძალიან მაღალი გრადუსით 63.3 გრადუსი არის. ასეთი ძალიან სერიოზული ცვილით რაღაცა უდროში პასპორტი. ხო, დიდი არაფერი არ წერია, მან ნახე უკვე. მაგრამ აი ყუთი კი კარგია, ნახე როგორი ამის არის. ეს charred oaks რო აკეთებენ მაგის ის არის და ეთქობა მაგის ხაზგასასმელად არის, ხე არის ამომწვარი. აი ეს ნაწერი რაც არის წასმული არ გიგონოთ, ჩავარდნა ამომწვარი, აი დამწვარი არის შიგნით რა. და ასაკი გვაქვს ამ შემთხვევაში 7 წელი, 1 თვე და 10 დღე. აჰა, ესეთი სიზუსტით მოკლედ ძალიან ეფექტური ყუთია სხვათა შორის რა. ვერაფერს ვიტყვი. ყუთი აღარ მინდა ეგ ბოთლი დავიგა წინ თორე აქედან ჩადე ამოდი ძალიან უხერხული იქნება მაგის ამბავი. მოდი ხა დავიწყო და შევადაროთ ახლა ეს ყველაფერი. იმის ფასი არ გვითამს და კიდევ უფრო ძვირია. ამის ფასი 170 ევროს ფარგლებში არის. ხო და საკმაოდ ძვირია რა. ოკეი. ესეც ასე, ცოტა ხანი მოგვითმინე დროი კარგება ამ ყველაფერში, მაგრამ ნუ რა ვქნათ ახლა. სხვანაირად არ გამოვა. წამოვიდა ბურბონების. ერთი მაგის საწოლზე შემახვიდე. საწოლზე რა შეგახედო, რა შეგაინტერესებს? ჩვეულებრივი ხო, კორპის საწოლია. კორპი კი. აი ამ ორს არა, კორპის საწოლია. პლასტიკის საწოლია ხო? ეს პლასტიკი ხო? კი და ძალიან ცუდი. აი დასუნე როგორი სუნი აქვს? ხო რაღაცნაირი სუნი აქვს. რაღაცა პლასტმასის სიამოვნოსული, რომელიც გადადის ვისკის ზემერე. 1000 თავი ჯობია იაპონური მიდგომა, ჩვეულებრივი ხრახნიანი, ეს კარგი. ის ხრახნი კარგი თუ არ აირაციასაც იკავებს. აი საერთოდ არ ეპარება და ის იმის დახვევა არ სჭირდება პარაფინის და შემდეგ. ეს მართლა დებილობა არა. ამის გაკეთებას მართლა ჯობია. ან ის გააკეთო კორპი და ან მართლა ის გააკეთე რა კარგი ხრახნი გაუკეთე და ბოჭა. თან ესეთ პრემიალური მე ფოთოლს რა. 170-იან ევროზე რო ამ მარტო. მე კი ადამიანის ხა ძვირიაო და მე არ ამდენი ვილაპარაკე ძვირი ყველაზე აი რამდენი დავისხი ნახე ამასობაში არ გეგონოთ რომ ძვირიანს მეც ვისყავარა და ეგრე გამოვიდა ნახე მეტობით იქითკენ დავისხი ამიც ნახელი გრადუსის მიხედვით წავყვეთ ხო ფასის და გრადუსის მიხედვით რავი როგორც არის ესე გავყვეთ ხო რა მაგის მიხედვით დავით მიქტერსით რა მიქტერსი არ ვიცი ხა სავარაუდოდ წააგებს იმათთან იმიტომ რომ კარგი ფასიც შესაბამისად ისეთი არის, მაგრამ მიქტერს ხელწამოსაკრავი არ არის რა რეალურად ძალიან კარგი მწარმოებელია და ამასთან მიქტერსის ჭვავი გავს, ინჯე მე ჭვავის მოყვარული უფრო ვარ ვიდრე კლასიკური ბურბონის მოგახსენებათ. ცოტა იმედი გამიცროდა რომ არ მოგატყოთ, იმიტომ რომ ბევრად მეცველოდი მისი ჭვავისგან. ფანტასტიკური სუნი ქონდა, მაგრამ ფინიში საერთოდ არ ქონდა. ასე რომ ჭვავში მიქტერსმა ვერ მომხიბლა რა და ძალიან მაინტერესებდა. მაინც და მაინც ვერ მომხიბლა, რომ შვენიერია. სუბუქი ეს არის, მაგრამ მე უფრო უხეში და ძლიერი ჭვავები მეყვარს და სხვის ჭვავებს უფრო ვაგია. თუნდაც ბულიტის ჭვავი მერჩივნა მე მიქტერსის ჭვავს და თუნდაც Woodford რეზერვის ჭვავი არის ერთი. ო, ეგ ძალიან კარგი იყო. ეგ ჩაწერილი გვაქვს ეგ ვიდეო და
ძალიან მაგარი რამე. ძალიან კარგი არის. საზარაკის ჭვავი არ ვარ გამიუხედავთ რომ ძალიან ძვირი არის ახალია და მეტი არაფერი მოკლედ. კაი, გადავიდეთ ჭვავი სხვა დროს იყოს, დავიწყოთ ხლა ამის. 45.7 გრადუსია, მეგონი მიქტერსის გრადუსი არ გითხოვს. ხო. კარგი ტკბილი, გემრიელი ბურბონი თავისი, რაც ბლანტონსებზე ილაპარაკე პირველ. ხო, მაგრამ ის ბლანტონსები ორივე ჯობდა ამას. ხო, არა, მე გულისხმობ შედარებას, აი პირველი როგორც იყო სუფთა ბურბონი, ტკბილი, კრემი და კარაქი რასაც ამბობდი და კარგი სიმჟავეა, ხო. ისეთ ტკბილი არ არის როგორც ის იყო. კრემოვანი ის იფარება უფრო მეტი სიმჟავით და ნავი მომწონს რა. კი. სასიამოვნო, კაი გამომცხვარია, ცოტა ზედმეტად გამომცხვარი, ნამცხვარი რო არის ხოლმე, ცოტა გამომშრალი და ზედმეტი რომ მოუვა, მაგრამ მაინც რო კარგი არის ხოლმე, ეგეთი გამოგიშრება და ის აღარ აქვს, ეგეთი სუნი აქვს რა. ხო, რა, ეგ არის რა. ჩაი, სინამონი ეს რაღაცები სულ არიან ყველაფერში, ძირითადად არის ხოლმე რა. არის ნორმალი, ცოტა. აი ეს მე ვეზობ ხოლმე ბურბონში აი ეს გაციებული ჩეფირი რა ეს მუქი შავი ჩაის ფერი და ამაში არ არის ნაკლებად არის ძალიან არ არის ხო. კაი, ნახოთ ნოას მილი ვილეტის გამოშვებული. ვა, ეს სხვანაირია. ძალიან განსხვავებულია. უი, ლიმონათი არა, რაღაცა ლიმონათი. კოკაკოლის ნერი ეფექტი აქვს რაღაც. აი როდა გაზიანია ხო? როდა ხავდა ამ შუშხუნას რო დასუნავ, ცოტა რო ცხვირში ხდება ეს შუშხუნა ეფექტი. ზუსტად. არა უხეშია. უხეში არის. არა, ეს ბევრად რბილი და დახვეწილია თუ ვინმეს უფრო რბილი გინათ რომ არ შეგაწუხოთ არაფერმა. ეს შეგაწუხებს. ოღონდ ეს ხასიათით გაწუხებს რა, კარგად. თუ გინდა რომ კარგად შეგაწუხოს ვიღაცამ ეს გაწუხებს. ეს არ გაწუხებს. ეს თავისთვის გემრიელად ზის. ცივი ბურბონია, მენთოლიანი, გაზიანი რაღაცნაირი, ცოტა უცნაური ახსე რა, გაზიანი რა, ეგეთია, რა ვიცი, აი ეს სულ გამჟავდა, ესა, წინა ძალიან გაამჟავა იმის სიმძაფრემ. უი, ხო. ძალიან გაამჟავა. აქ იგრძნობა ტანინები რა, ხე მეტად მოდის ბევრად უფრო. ხო და ეთყობა შეიძლება ახალგაზრდა ბურბონით შეურიოს, მაგრამ ის 15 წლიანი კი, რაღაცა უჭირავთ მაინც ასაკი რა, ეხა ეთყობა რომ იმენა უფრო აი ძალიან ჩაკასრებულია რა. ასაკი ეთყობა ეს და აი აგრესიულია, მაგის გამო ძალიან აგრესიულია რა, ეს ამერიკული მუხათან ვირჯინ ოუქთან გამოწვარი გამოწვას იყენებენ ხოლმე, ორივე შემთხვევაში იყენებენ, რამდენადაც მახსოვს, იქაც გამოყენებულია და აქაც. რავი, საინტერესოა რა. აი მოკლედ აი გაზიანი და მენთოლიანი ეფექტი მომცა მე ხო, მიუხედავად სიძვირისა მე მირჩევნია, რა ვიცი, ამას ალბათ ეს ხო ძვირია უფრო 80 ევროდან 70,000-ს მე მგონი წავაწყდი სადღაც. ეს არ მახსოვს, მაგრამ ჩვენი ფასი არ გადავიან გარიჩოთ, ალბათ მაქსიმუმ 40 евро ყიდეს. 40-დან 50-მდე მაღაზიას გააჩნია რა. ხო, და მაინც მირჩევნია დავამატო და ის მე ხასიათი მიყვარს. ვიღაცისთვის შეიძლება სირბილე, აი ბევრს ვთქვამ სხვათა შორის რა და მიკვირს ხოლმე რომ აი ძალიან რბილი და აი ძალიან ანუ ჩემთვის რაც უფრო უხასიათო მახასიათებლები რო არა აქვს და წყალწყალას რო ვეძახი და არაფერი ხასიათი არა ამას რო ამხოლმე ეს ბევრისთვის არის ხოლმე დადებითი ანუ პლუსი აი ეგეთი ვისკია კარგია ამბობენ რა აი ისეთი რბილია ისეთი აი საერთოდ არ შეგაწუხებს ანუ ხო და ბევრია ეგეთი საბოლოო ჯამში აღმოვაჩინე და ალბათ ეგეთებს ეს უფრო მოეწონება თავისთავად ცხადია მაგრამ მე მირჩენია რომ იმის ხასიათმა შემაწუხოს რა ჭალებში კაცო კარგი აგებით შეწუხებას ვამბობ რომ აი რაღაცა მითხრას რომ ეხლა მე აქ ავარ ბიჭო აი რაღაცა ეგეთი აი, აბა 7 წელი, 1 თვე და 10 დღე დაძველება. ცოტა მოკიცარი ოდნავ ბიჭო. აა ერთ ფერზე ჯდება ყველა ეს არა გავიგე. არა, ერთი ფერი. ბუკერსი 63.3 გრადუსი. საკმაოდ იშვიათი, ვიღაცისთვის შეიძლება საკოლექციოც, რაღაცა ისეთი ძალიან ძვირიანი პრემიუმი. რა კარგია, ეს კაია. მოისაკაც ძალიან გავს ამას არა? გავს, კი, მაგრამ უკეთესია, უფრო დახვეწელია. უი, ხო? არა, ამაში რაღაცა ზედმეტ და ხისტი რაღაცეები არის, თითქოს ისე რა ქვია. უი, კოწახური წამოვიდა როგორ? ხო, კი. წამოვიდა კოწახური. კი, მაგრამ რაღაცა ცოტა როგორ გითხრა, დაუხვეწავი რაღაც მარილები აქვს თითქოს, გაფილტრული არ არის, კარგად რომ რაღაც ეგეთი შთაბეჭდილებას ტოვებს და აქ თითქოს ის აიღეს და ზედმეტი რაღაცები ჩამოაცალეს. აუ, ამას ახლა მართლა ხუმრობის გარშემო ფეხსაცმლის საწმენდი ლაქის სუნი ვიგზენე. ეხლა ამდე ბურბონში სადღაც ლაკის საბუა. მაგრამ ყველაზე ზვირიანში. მართლა ეგ არის, აი ის რო არის, ხო იცი?
ეს ღრუბელი რო არის სამკუთხედი. ხო. ზემოდან პლასტმასით რო უნდა აიღო და ფეხსაც მოწმინდაო რა, აი რაღაცა ეგეთი ლაკის არის ის რაზეც ჩვენ ბურბონებს დავცინით ხოლმე ლაკზე და მასე რა ქვია აცეტონის და ლაკის სუნზე რო დავცინით ხოლმე ცოტა სადღაც ბურბონებში მაინც იპოვი ხოლმე რა რაცა უნდა კარგი იყოს რა და ეხლა ამაში გეთახმები მაგამ ბავშვი ანუ ეგ ბურბონის ეგ არ ვიცი ჩემთვის მაგალითად და როგორც ვიცი ლევანისთვის კიდევ უფრო მეტად ეგ მინუსი აი ეგ რაც ეხლა მომთ ეგ ხასიათი ლაკის რაღაცას რო უკავშირებ შეიძლება ზოგისთვის არ იყოს ეგ და სად გზნობთ აქ ლაკის სუნს და რა კარგია და რაც კი კარგია მაგრამ ჩვენ აი ამას უკავშირებ და გზნობთ რომ ცოტათი აქვს ეს მის სპირტოვნობას ეს დაკრავს ესეთი რაღაცა ბურბონებში არის რა მეტნაკლებად ყოველთვის არის ხოლმე პლანოში არის როგორც ბახსოს ხო აი ეს და მაინც არის ხო კი და არც არ გვიჭრია და აქ არის ამაში არის და ისიც გაჩნდა ეხლა აი ამ ბუქერში აი ცივი ჩაი მე რომ მიყვარს ის ეფექტიც გაუჩნდა კი ბატონო ოღონდ ძალიან ძიმია ეს ძალიან ძიმია და გემოზე წარმომიდგენია რა ბომბა იქნება დავიწყოთ აქედან დავიწყოთ გავსინჯოთ პირდაპირ თუ წყალი გავურიოთ ჯერ ბიჭო მე მგონი გავსინჯოთ რა ცოტა დიდი ვიდეო გამოვა და მოგვითმინეთ აბა ისე როგორ გამოვა პირდაპირ წყალგარებულს ხوار გავსინჯავთ ისე ხო უნდა ვიცოდეთ რა იყო მიქტერს უპრეტენზიო რაც ცხვირია უპრეტენზიო ის გემო აქვს რა არც არაფერი დასამახსოვრებელი არც არაფერი ცოტა წყალწალაა ხო, ოდნავ სინტერეს დაკრავს. სინტერეს დაკრავს. ხო, აი ცუდი ფინიში არ დატოვა. უი, მაგრამ მოკლე აი სინტერეს მიუხედავად, ხო. მაგრამ აი ყლუპი წყალწყალა აქვს ცოტა რა. ჯობია უფრო მეტად სქელი იყოს და ხასიათიანი რომ მერე ხო თვითონ განსაზღვრო თუ როგორ მიიღებ მის ხასიათს. აბა ნოას მილ, რამდენი გრადუსი იყო ესა? 57 და 15. დიახ. აი, აბა ვნახოთ. აქაც არის ისე რაც თქვი, აი ოდნა მაინც ლაკოვანი რაღაც ამასაც აქვს და იმასაც არის. ლაკოვანი კი არ არის. აი ახლა ნახე. მაგაზე უფრო აბა დასუნე. ამის სუნია. ხო, ეს იმაში, მაგრამ ეს ხო არ მისცემს ხა მაქსიმს და გემოს კაცო. მე გამისინჯავს ქართული ვისკი. ხო. რომელიც გამისინჯავს ბოთლში მოცემულიც და სემპლში მოცემულიც. ანუ ოფიციალურად ბოთლში ჩამოსხმულს და სემპლედაც რა კასრიდან. ბოთლში რო არის. ბოთლში იყო, აი ბოთლს ჰქონდა აი ესეთი პლასტიკის თავსახური. და ბოთლში იყო აი ამის სუნი და გემო და სემპლში არ იყო. ვერ თავიჩემებ რომ ეხლა რაღაც საოცრებას ამობ. სრულად შესაძლებელია თეორიულად ეგეთ რაღაცა. აი ახლა რო სუნავ, ამ პლასტიკის სუნი არის შიგნით. ხო, რაღაცა დაკრავს კი. არაბუნებრივი პლასტიკური დაკრავს კი. მიუხედავად ამის პრემიუმობისა, ამასაც და იმასაც. ამონახოთ. აუ, ეს მაღალი გრადუსის გამო მშრალია. ძიმია საკმაოდ. გემოზე ის ფინში აქვს. კარგი, ოღონდ ბურბონული. არის რამე ისეთი. კოწახური არის უფრო მზაფრად ვიდრე სხვირზე. ისი რამე დაკითხო. ჩვენ ხო შევთანხმდით რომ ბურბონები მაინც ჩარჩოშია რა კონიაკის არის. ამ ერთფეროვნება აქვს მაინც ხო? ნუ მეტნაკლებად. აი მაგალითად ბლანტონს გოლდზე ვთქვით რომ იმ ჩარჩოს ცოტათი გაცდენილია თქო რა და კარგია რომ გაცდა იმ ჩარჩოს. დანარჩენი ბურბონები არის ჩარჩოში მეტნაკლებად კარგი. ოღონდ ჩარჩოში ყველა რა. ნაკლებად ხარისხიანი, მეტად ხარისხიანი, უკეთესი ოღონდ ჩარჩოში. ოღონდ აი ბუკეტის 95% მეორდება. გინდა არ გინდა რა ბურბონებში. აი ეს რამდენად გასცენია ჩარჩოს? იმ ჩარჩოს ასე ჩვენ ბურბონის ჩარჩოს ვეძახით. არ არის ჩემი აზრით გასცენილი. არ არის გასცენილი. რაღაცები არის ახლა აქ რაც ერთად მაგალითად ბურბონებში შეიძლება არ არის სისქე. აი კოწახურის არომატი, ის გაზიანი ეფექტი, რაღაცები, ლიმონათის ეფექტი და თუ კოლას ეფექტი და რაღაცა რაღაცები არის აქ რა, რომელიც დავასხამ კლასინიც ეგრე ქენი და იმას ის გავსინჯო და ეს კლასიკურ ბურბონებში არ არის ხოლმე. მაგრამ ის ბურბონის რაღაცები დამახასიათებელი სიუხეშე, ლაკი და რა, ასე შემდეგ ყველაფერი არის რა. კაი, გადავედით შემდეგზე, აბა. აბა ბუქერს 63 და 3. კიდევ უფრო მძიმეა. მძიმეა. ხეა, სპირტია. ცხარეა. არ ვიცი. ნახე რა ხდება, სკოჩზე ხო ვიძახით ხოლმე. ნახე, აქ ხო რაღაცები ვიპოვე. დარჩინები და რაღაცები. ამაში არაფერი არ არის. ხეა რა მარტო. აი
ზუსტად აი ცალსახად მარტო ბურბონის ჩარჩოებში მოქცეული. ეს თუ ოდნავ მაინც ხდებოდა, სულ ოდნავ მაინც. ის აი ძალიან ჩარჩოშია. ძალიან ბევრი ხე და ტანინი და ხის დამახასიათებელი კასრია რა, კასრია. ის ვანილი და რაღაცებიც არ არის, აი ხა მგონია რომ მართლა მაგათ ამერიკულ ხეს ვღეჭავ. აგეთი სუნი აქვს. აი ჩავასხათ აკას წყალი და უბრუნდეთ წინას, იმიტომ რომ იმის წინას აზრი აღარ აქვს, ამას წყალი არ გაგვირევია, აზრი არ აქვს იმაში გარევას მიგდაში. აბა, სულ თუ შეცვალა. ნუ გამჟავდა უფრო. ისინი კოწახურები უფრო მეტად წამოვიდა. უფრო მეტად წამოვიდა და ეგ მომეწონა რა. ხო, ეგ კოწახურის არომატი ამოიწია ძალიან. იცი რატომ მოგეწონა? კიდე უფრო გაცდა იმ ჩარჩოებს, რასაც ბურბონის ჩარჩოებს ვეთახეთ, კიდე რაღაც ხვანაერი გახდა რა, მჟავე კოწახური. გავსინჯოთ აბა. ჯობია. კი, ჯობია, ცოტა დააბალანსა. დააბალანსა. რო გითხრათ, სადა დედამიწა სხვაობა თქვა არა, მაგრამ ნუ რაც იყო იმას ჯობია, იმიტომ რომ ის რაღაცა ზედმეტი მოაშორა და ცოტა უფრო ჩასვა ბალანსში რა. არ გააწყალა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბლომად დავასხე. ნორმალური. კი ბატონო. აბა ესეც ნახოთ, ამასაც კაი ბლომად დავასხე, კიდე ხوار დავამატო, ეს ძალიან მაღალი გრადუსი იყო. ეს ცხირზე იგივეა, ცოტა მენთოლი მიეცა. მენთოლი გითხრა, მაგრამ აქ ეს მთლად ხედ გადაიცა. აი რო ვადარებთ ხოლმე, ცარიელ უხმარ კასში თავი ჩაყავი და დასუნეო, რა სუნიაო, აი ეგ სუნია რა უკვე რა, ხის სუნია. აი, ვნახოთ. არ ვიცი. ой, არა. სულ ტანინებია რა ცარიელი. არა. ზედმეტი მოვიდათ რა. ან კასრი ან დაძველება ან რაღაც არ ვიცი, ამას წელი არის. ფასი ცალსახად რა. მე ამას ავირჩევდი. ფასი რო არ ვიცოდი და ჩუქნიდი ამას ავირჩევდი. ამ სამეულში ნამდვილად ეს არის გამარჯვებული. და ზოგადად ეს არის კარგი ბურბონი რა პრინციპში. მე მომეწონა რა თავისი არომატებით. თუმცა ამას ორივე ბლანტონს იჯობდა ჩემი აზრით. კი. ორივე ბლანტონს იჯობდა ამას რა. მიქტერზე არ მომავალ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ჩვეულებრივი ისეთი. მიქტერზე არის ყოველდღიური. ისეთი არა, ხო, თან შედარებით იაფია და არ ვადარებ ხა იმ მონსტრებს, რომლებმაც რაღაცა ქნეს, ძვირი ფასი დაადეს. და ხა იქ 70 евро, იქ 160 евро თუ რაღაცა, ამეტანია რა. ხო. ამეტანია. არ ვიცი ვიღაცისთვის ბურბონის ძალიან მოყვარულისთვის შეიძლება ეგეთი მძიმე. არ წარმოიდგინე ახლა რომ ჩვენ რო რაღაცა კასრის სიძლიერის 60 გრადუსიან ედრადროს რუსონთ მას რა ქვია 18 წლიანს და 22 წლიანს და იქ როგორი სისქე და სიმძიმეა, როგორ მოგწონს ის, ხო? ხა შეიძლება რაღაც ბურბონი უყარს იგიჟემდე და აი ეგეთი სიმძიმე მოწონს ბურბონის. არ ვიცი თუ ხალთ ეგეთი ადამიანები ძალიან გაგისწორდებათ, მაგრამ მე ეჭვმαι თუ ხართ დაპლიუსტით კომენტარებში. ხო რა, იმიტომ რომ აი მართლა აი წარმოიდგინე 25 წლიანი კასრის სიძლიერის ედრადორი ყველაზე სქელი და მძიმე ეხა პირველი გამახსენდა უბრალოდ კობას მოგითხო. მაგაზე აი ის ეგეთი სისქის ბურბონი წარმოიდგინეთ ეგეთია რა. ოღონდ არაფერი განსხვავებული, თორე სიმძლავრე და სხეული არც ბლანტონს გოლდს აკლდა. დაახლოებით იგივე ფასი ერთ როგორც მახსოვს, თუ ცოტა მეტი აღარ მახსოვს, ხო რაღაც. ცოტა მეტი, მაგრამ ნუ ბევრად უკეთ, ბევრად ახვეწილი იყო რა, ბევრად უფრო კარგი იყო. ეგ არის და ეგ რავი, ფასის მიხედვით რაც თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ რა, თუ სადმე მოგინდებათ. მისთვის გემრიელად. და ეტიკეტი მეორე არ გადააკრათ. არც წინა. ეგ არის. მადლობა რომ გიყურებთ. გამოიწერეთ არხი, გაწევრდით Facebook ჯგუფში ვისკის მოყოლთა კლუბი.